ბევრი ნიგვზით, ქიშმიშით და იდეალური ცომით მომზადებული ფახლავა. დარბილებული კარაქი გადავიტანოთ ფქვილში, გავხეხოთ ან აი ესე ხელით გავაფხვიეროთ. აქვე ვამატებთ შაქარს და მარილს. ბევრ რეცეპტში მხოლოდ არაჟანს ან მაწონს იყენებენ, თუმცა ჩემი გამოცდილებით ორივეთი ერთად იდეალური ცომი გამოდის. სოდის გააქტიურებაც არ დაგვავიწყდეს, კვერცხის გულებს დავუმატებ ვანილი, ეს ყველაფერი გადავიტანე ფქვილში და მოვზილე ნაზი ცომი. სამნაწილად გაყოფილი ცომი მოვათავსე მაცივარში 9 საათით. მე შუა ფენას აუცილებლად 9 ვაცხობ. აქვე დავჭრათ ნიგოზი, კვერცხის ცილისა და შაქრისგან კი გავაკეთოთ მყარი ბეზე. რაც მთავარია ქიშმიშს და ნიგოზს ბეზეში არ აგვირებთ. საცხობ ლანგარზე გადავიტანოთ გაბრტყელებული ცომი, გადავუსვათ ბეზე, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში. შუაში 9 გამომცხვარი ფენა, ისევ ბეზეთი, ნიგოზით და ქიშმიშით. ზემოდან ისევ გაბრტყელებული ცომი, რომელსაც შემოუკეცავთ გვერდებს და დავჭრით. გადავუსვათ კვერცხის გული არაჟანთან ერთად და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.